მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, დღეს მეორე გაშლასაც გავაკეთებ, რადგან რამოდენიმე დღე არ ვჩენდი. ასევე მინდა ჩემს ბოლო ვიდეოზე, სადაც იყო გაშლა ჩავატარე, მეტაფორული ბარათებით დავიწყე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. ძალიან მომწონს, რომ აქტიურობთ ხოლმე მეტაფორულ ბარათებზე. დღევანდელი გაშლა იქნება ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ მისთვის. მოდი ჩაიფიქრებთ ყველა თქვენთვის საინტერესო პიროვნება და დავიწყოთ. ვინ ხართ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებისთვის? აი, საინტერესოა. წყვილში ამოხვედით, მეგობრებო, ორივე ერთნაირ ენერგიებში ხართ ამ წუთას. ორივე ცივ ენერგიებში ხართ, ბევრ რამეზე ფიქრობთ, ბევრს ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე. შეიძლება ვიღაცებს ახლა არც გაქვთ ურთიერთობა და კავშირი ერთმანეთთან, მაგრამ ორივე ერთნაირად ფიქრობთ ერთმანეთზე. აი, აბსოლუტურად ერთ ენერგიებში ხართ. შეიძლება ორივე აღიქვავთ ერთმანეთს თქვენს, როგორც თქვენ აღიქვავთ ამ ადამიანს მეორე ნახევრად, ისიც იგივენაირად აღიქვავთ თქვენ. მოდი გავაგრძელოთ. ვინ ხართ თქვენთვის ჩაფიქრებული პიროვნებისთვის? თქვენ ვინც ჩაიფიქრეთ მისთვის, ვინ ხართ? საინტერესოა. ეს ადამიანი აღიქვავთ, მეგობრებო, ადამიანად, რომელიც, აი, რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეს თავს და ასე ვთქვათ, თავზე რომ ემხობოდეს ცხოვრება, აი, მაინც ნახავს რამე შანსს ისეც, რომ გამოვიდეს აი ამ ცუდი მდგომარეობიდან. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დარჩეს აი ამ რთულ სიტუაციაში. თავს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ცხოვრება განლიოს, ან დღეები, ან წლები აი ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში, ცუდად ყოფნაში მოკლედ. ასევე აღიქვავთ ძალიან ბავშვურ პიროვნებად. მომენტებში აი ძალიან შეიძლება ასაკით არ ხართ პატარა, მაგრამ მისთვის ძალიან ისეთი ბავშვური საქციელები გაქვთ ხოლმე, რაც ძალიან მოწონს სხვათა შორის, ძალიან საყვარელი ხართ მის თვალში. კარგი, კიდევ ვინ ხართ მისთვის? აი, ესე დავსვა შუაში. მისთვის ვინ ხართ და საყვარელი ადამიანი? საყვარელი ქალი, უმეტესად ქალები მიყურებენ ხოლმე და აქაც რადგან თასების დედოფალი ამოვიდა, ვიტყვი რომ ქალი, მაგრამ თუ მამაკაცები მიყურებთ, თქვენ თავზე შეაბრუნეთ. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეყვარებულია თქვენზე ეს ადამიანი, უზომოდ დიდი გრძნობები აქვს და მარტო ის არა, თქვენც ასევე. და აი, არ იცვლება რაღაცა, აი ეს მდგომარეობა. თუ ეხლა არ ხართ ერთად, მაინც იგივე გრძნობების მხრივ არაფერი შეცვლია. თუ უფრო არ გაეზარდა, არაფერი შეცვლია ყოველ შემთხვევაში. მოდი გავაგრძელოთ კიდევ ვინ ხართ მისთვის, ამ ადამიანისთვის. აი, კიდევ ამას ვიტყვი. პიროვნება, რომელიც არასდროს ჩერდება. აი, სულ მოძრაობაში, სულ რაღაცას აკეთებთ. სულ გინდათ რომ აი რომ სრულდებოდეს თქვენი ცხოვრება თავიდან დაიწყებთ თითქოს. აი, რაღაცა ესეთი პიროვნება ხართ, ფენიქსივით აღდგომა რო შეგიძლიათ, მოკლედ და
რაც არ უნდა გულნადგენი იყოთ, მაინც არ შეიმჩნევთ ამ ყველაფერს, არ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში და მაინც თქვენს ცხოვრებას აგრძელებთ და ან ტემპს არ აგდებთ, ენერგია არ გივარდებათ, მოკლედ. ენერგიული ადამიანი ხართ ძალიან. კიდევ ვინ ხართ მისთვის? საკმაოდ სამართლიანად გთვლით ეს ადამიანი, სხვათა შორის, ესე ვიტყოდი. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ ისეთი პიროვნება, რომელიც ბევრს აკეთებს დაუშვათ ვიღაცისთვის, აი ვიღაცისთვის რაღაცას რომ გააკეთებს, აი როგორ ვთქვა, აქეთაც ითხოვს რაღაც, აი ეს მომენტი მომდის, ხო? ურთიერთობაში მარტო რომ გასცეს, აი ეგეთი ტიპაჟი არ ხართ მის თვალში. თქვენ რომ რაღაცას აკეთებთ, დაუშვათ მისთვის, აკეთებთ რაღაცას, აქეთაც ითხოვდით ყოველთვის და ფიქრობს რომ ეს სამართლიანია, ანუ ესე რომ არ ყოფილიყავით, ხომ? აი აქეთაც რომ არ მოგეთხოვოთ რაღაცა, ალბათ არ ჩაგთვლიდეთ ეგეთ პიროვნებად, მაგრამ არ ვიცი ხა ის რამდენად გასცემდა იგივეს, რასაც თქვენ უკეთებდით, მაგრამ რადგან ითხოვდით აქეთ იგივეს, ან ცოტათი მაინც ყურადღებას, ან ნებისმიერ ამას, მოკლედ ფიქრობს აქედან გამომდინარე, რომ თქვენ ძალიან სამართლიანი პიროვნება ხართ. კიდევ ვინ ხართ მისთვის, რას წარმოადგენთ მისთვის? მე შემომივარ. მისთვის ხართ ადამიანი, რომელმაც აი აბსოლუტურად ჩამოუნგრიეთ რაღაცა შეხედულობები, რაც აქამდე ქონდა კონკრეტულ საკითხებზე. ადამიანი, რომელმაც ჩააგდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ახლა თავის თავში აქვს სულ ბრძოლები, არ იცის რა ქნას, რა გადაწყვიტოს, ძალიან მოწყენილი და ცუდ მდგომარეობაშია თქვენს გამო, აი უნდა რომ რაღაცა სწრაფად შეცვალოს და გადაწყვიტოს, აი გამოვიდეს აქედან ამ მდგომარეობიდან, მაგრამ თქვენ ისე მოიქეცით და თქვენ თვითონ ისეთი პიროვნება ხართ, რომ აი აბსოლუტურად შეუცვალეთ მას რაღაცების მიმართ შეხედულობები. კარგი, კიდევ ვინ ხართ? ხო, და რომ შეუცვალეთ, კიდევ დავამატებ ამას, ეხლა ვეღარ ხვდება ადამიანი, ანუ ისეთი დაბნეულია, რომ ვეღარ ხვდება, ანუ რამდენად სწორია თქვენი შეხედულობა, თუ ისევ თავის აზრებს მიყვეს, თუ რა ქნას აღარ იცის და აი ამის გამო არის ძალიან ცუდად გრძნობს თავს. კიდევ ვინ ხართ მისთვის? ადამიანი, ანუ თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელიც ანუ რომელმაც მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ დაესრულებინა ეს ურთიერთობა, გაენულებინა აბსოლუტურად. ოღონდ ფიქრობს, რომ ეს თქვენ არ გინდოდათ, მაგრამ თვლიდით სამართლიანად ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ, აი რადგან ესეთად აღგიქვავთ, თვლიდით, რომ ესე იყო საჭირო და ძალით დაიბლოკეთ ამ ადამიანისგან. მით უმეტეს იცოდით, რომ უყვარხართ, მაგრამ მაინც ძალით დაიბლოკეთ. თითქოს ვერაფერს ხედავდით, ვერაფერს ამჩნევდით და მაინც დაასრულეთ ეს ურთიერთობა. კიდევ აი ესეთ ადამიანად აღგიქვავთ. კიდევ ვიტყოდი იმას, რომ აი ეს საერთო ფონი არის ისეთი, რომ ეს ადამიანი
გთვლით თავის პიროვნებად, მაგრამ ცოტა მანიპულატორადაც აღგიქვავთ თავის პიროვნებად, რომელსაც შეუძლია ბევრი რამის თავის ხელში ააღება, ბევრ რამეზე ზრუნვა, რაღაც ძალიან სტაბილური და შემდგარ პიროვნებად აღგიქვავთ. კარგი, კიდევ ერთხელ დავამატებ, ვინ ხართ მისთვის და დავასრულებ. კიდევ ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? მოდი ვნახოთ. ძალიან ბევრი პენტაკლები ამოვიდა და ვიტყოდი ასე, რომ ძალიან დაბალანსებულ პიროვნებად აღგიქვავთ, აი თქვენ მის თვალში ხართ როგორ იცით, რომ აი პირად ცხოვრებასაც და დაუშვათ სამსახურსაც, გართობასაც აი ძალიან კარგად აბალანსებთ ერთმანეთში, აი მარტო ერთ რაღაცაზე არ ახართ გადართული. და ეს ყველაფერი ძალიან დიდად გავსებთ სისავსის შეგრძნებას სისავსის შეგრძნება გეუფლებათ, ხო, აი ამ ყველაფრიდან და ესეთ ადამიანად აღგიქვავთ ეს პიროვნება. ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით, კიდევ როგორ ვფიქრობ, იცი რა, აი მასთან დაკავშირებით და ჩაკეტილი ხართ, დაბლოკილი ხართ, იცით რომ არსებობს გზა, რომ აღდგეს ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ არაფერს არ აკეთებთ ამისთვის. ცოტა ენერგიული ტიპაში კი ხართ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ძალიან ბევრს ფიქრობთ და ნელაც ყვითავთ, ანუ უბრალოდ ეს არის საკითხები, რის გადაწყვეტაც დიდხანს გინდებათ, მოკლედ. ასევე აღგიქვავთ ძალიან საბედისწერო ადამიანად, მისთვის საბედისწერო ადამიანი ხართ, რადგან მის ცხოვრებაში, როგორც წეგან აღვნიშნე, ბევრი რამე შეცვალეთ და ცხოვრებაში რამდენად შეცვალეთ არ ვიცი, მაგრამ მის აზროვნებაში ბევრი რამე შეცვალეთ და აღგიქვავთ ძალიან საბედისწერო პიროვნებად მის ცხოვრებაში. დაგემშვიდობებით მეგობრებო, გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს TikTok გვერდს, ახალი გაკეთებული მაქვს და ჩაგიგდებთ კომენტარებში ლინკსაც. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ და მოიწონეთ ჩემი არხიც. ეხლა დაგემშვიდობებით, დროებით.